are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშაცა და მე ვარ ევროპელი. იყო სამხედრო გადატრიალება. ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ორი მხარე ესროდა. ამისთვის მზად ვერავინ ვერ იქნებოდა და ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო, რომ არა გარეშე ძალების დანაღმული ველები. არ მინდა იმის თქმა, რომ ეს იყო დამოუკიდებლობის საფასური, ეს რაღაცა ზედმეტი წაიღო ჩვენგან. ოღონდ დამოუკიდებლობას არ წაუღიეს რუსეთმა წაიღო. რამე ჭირდება რუსეთს, შენ რამე სწორად უნდა გააკეთო, ან არასწორად უნდა გააკეთო, რომ შენ ქვეყანაში იარაღით შემოვიდეს, ან რაღაცა ხათაბალოს ყოველთვის აგვიტეხავდა. 90-იანებიდან გავიდა მე 16-17 წელი და 2008 წელი მოგვიწყო. 2008 წლიდან გავიდა 6 წელი და ყირიმი წაიღო. იქიდან გავიდა 10 წელი, 8 წელი და ისევ თავიდან უკრაინა შეიჭრა. ჩვენ ვისაც უპირისპირდებით იმ ამ ერს ლოგიკა არ აქვს, რაღაცა ლექსიეს, რასიუმმა ნიპანიას თუ რაღაც სტროფია შიგნით და ნუ ეს ცხრათავიან მონსტრს იმაშვები რა ეჭიდავები, რომელიც როდის გააქტიურდება და როდის რას მოგთხოვს, არ იცი. ასე რომ ჩვენ მზაობაზე არაფერი არ იყო დამოკიდებული და როგორ შეიძლება რომ თავისუფლების მოპოვების მომენტი გქონდეს და შენ ამაზე ამობდე რომ ვარ თუ არა მზად ამისთვის. რა ეს და ლევან გიგინეიშვილის უკუღმა ჩამოყალიბებულ თავისუფლების იდეას ყავს. დედაჩემი ყვებოდა 90 თბილისის ომის დროს სწავლობდა თეატრალურში. მე თვითონ ავწდები ახლა სახელს და გვარებს, იმიტომ რომ ხო არ ვიცი რატო, იმიტომ რომ ჩემი ისტორია არ არის უფრო, იმიტომ რომ დედაჩემი ისტორია რო ყოფილიყო შემეძლებოდა თითის გაშვერა. მისმა ერთ-ერთმა ლექტორმა სახელით და გვარით იცოდა ვინ სყავდა სანდრო ახმატელი და კოტე მარჯანიშვილი დასმენილი, იმიტომ რომ კგბ-ს ამ არქივებზე ქონდა წვდომა. და ეს ინფორმაცია, რახან ეს არქივი რაღაცა გაიტანეს მოსკოვში თუ რაღაცა, ამ ადამიანთან ერთად რო გარდაიცვალა წავიდა. იმიტომ რომ მისი შვილიშვილები, ვინც სანდრო ახმატელი და კოტე მარჯანიშვილი დაასმინა, ჯერ კიდევ სოციალები იყვნენ და მათ რატო უნდა ეთრიათ ბაბუების ტვირთი. ჩვენ რაღაცა ეგრე იმაშვებით, რომ შვილებს პასუხს არ თხოვთ, შვილებმა პასუხი არც უნდა აგონ, თუ არ არიან ბენეფიციარები და არ სარგებლობენ იმ ყველაფრით, რაც მათმა მშობლებმა დააშავეს. თუ სარგებლობს და მამის თუ დედის გზას აგრძელებს, იგივენაირად დამნაშავეა, როგორც მამამისი ან ბაბუამისი და დედამისი იყო დამნაშავე, რომ როგორ იმაში 90-იან წლებში ყაჩაღობით მიტაცებული ქონებით შენ თუ უცხოეთში წახვედი ისწავლე ჩამოხვედი აქ ახლა ლეგალურ ბიზნესს აწყობ ამ ლეგალურ ბიზნესს ლეგალურ რაღაცაზე არ აშენებ და ამაზე სამართლებრივი თუ არა მორალური პასუხი გვაქვს უფლება რომ მოვითხოვოთ. დამოუკიდებლობა არ არის რაღაცა მხოლოდ დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა 91 წელს და გამოცხადა, ხო ეს არის ქვეყნის მდგომარეობა ფიზიკური და მენტალური. შეიძლება დამოუკიდებელი ფურცელზე ვიყოთ, მაგრამ ვიყოთ ძალიან ისეთი პატარა პროვინცია, როგორც სტალინმა მოუწოდა საქართველოს, პატარა პროვინცია რუსეთის სამხრეთით, ხო? ანუ ლიტერატურული კუთხით რო შევხედოთ, ჩვენ მაგალითად არ ყოლე დისიდენტი მწერლები, ქართველი მწერლები როგორღაც ახერხებდნენ რაღაც ამ იგავური ფორმით თუ რაღაცით ამ სისტემასთან ერთად თანაეცხოვრათ. მე ზოგადად არ მჯერა იმ თეორიის, რომ ვიღაცა ხელოვანმა რეჟიმს და სისტემას რაღაც შეაპარა და ცენზორი ამას ვერ მიხვდა, რომ აქ მისი კრიტიკა იყო. მე მგონია, რომ საბჭოთა კავშირში მithumeres მათთვის პერიფერია ვიყავით, ყოველთვის უშვებდა ცენზურა, რომ აი 1000-ში ერთხელ ესეთი ფილმიც გაპარულიყო, ან პირობითად როგორიც ცისფერი მთებია, ხო? როგორი ხო ვერავინ ვერ მიხვდა, იქ რაზე იყო საუბარი და რომ სისტემის მასხრა თაგდება იყო. რა თქმა უნდა მიხვდნენ, მაგრამ აი ახლა გრამნახევარი თავისუფლება ხელოვანს და შესაბამისად საზოგადოებასაც აჩუქეს.
შემიძლია ვთქვა, რომ მწერლების უდიდესი ნაწილი ამ პროტესტში არიან და პროტესტში არიან ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რუსული კანონით შემოვიდოდა. ჩვენ პირველი ხიფათი და ფათერაკი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დროს შეგვემთხვა, მერე მწერალთა სახელი დავკარგეთ, რომელიც ქეთევან დუმბაძეს გადასცეს პირველ რუსულ კანონზე ხელის მომწერს და ცოტა უფრო ადრე შეგვეხო, მერე მუზეუმი იყო, მერე კინოცენტრი იყო და ჩვენი დიდი ნაწილი ამ ბრძოლაში დიდი ხანი არის. არიან მწერლები, რომლებიც უბრალოდ ხმას არ იღებენ რა, არც არასდროს არ მოუღიათ და არც არასდროს არ მოიღებენ. ეს რაღაცა მათი არჩევანია, რომელსაც შეგვიძლია პატივი ვცეთ, იმიტომ რომ ის ასეთია და ესე უნდა რა, არსებობენ ეგეთი ადამიანები. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც სხვა ამბებზე ხმას იღებდნენ და ამ ამბებზე შეუძლიათ რომ თვალი დახუჭოთ. გულწრფელი განცდა მაქვს, რომ ამათ ისიც უხარიათ, რომ მწერალთა სახლთან ბოიკოტში ვართ, იმიტომ რომ მწერალთა სახლი რო რაღაც ლიტერატურულ კონკურსს გამოაცხადებს, მათ ნაკლები კონკურენცია იქნება. აი ესეთ სამარცხვინო რაღაცამდეა ჩამოსული და თუ ჩვენ ველიდან გავქრებით სხვა მწერლები, მათთვის დარჩება ამ ველზე ადგილი. ყოველგვარი იმის გარეშე რაღაცა ცუდი განზრახვების გარეშე იგივე ხელოვანებიდან 2-3-ის გამოკლებით თუ მწერლებიდან ვინც ქართული ოცნებისკენ არიან, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არავითარ სხვა შემთხვევაში არ იქნებოდნენ ამ ველზე, რომ არა პოლიტიკური მხარდაჭერა მათთვის. მოვიდა რა მათი დრო და გონიათ რომ პირადი ინტერესი. რა თქმა უნდა, თუ კიდე არსებობს ეგეთი მორალური პრინციპი, რომ ხალხის გამწამებელი ხელისუფლება რამენაირად ჯობს პროტესტში მყოფ მწერლებს, მაშინ აქ იმხელა სიბრმავეზე ვლაპარაკობთ, რომ ამას ისევ პერსონალური ხეირი მირჩევნია, რომ ვიღაცას ამოძრავებდეს. ქერა ვიყავი, მაღალი ვიყავი და დაკუნთული და ეხლა ვარ დაბალი და გაჭაღარავებული. ვინც დგას რუსთაველზე, მართლა ფიზიკურად შესამჩნევია ის ცვლილებები, რაც გავიარეთ და რაც არ ჩანს და შიგნით რაც არის, მე რაღაცა მენტალური არეულობების გამო ცხოვრებაში მქონდა ეს ქრონიკული შიშები და აი ამაზე ღიად საუბრობდი ყოველთვის, რომ რაღაც დღე არ ყოფილა რო არ შემშინებია და რაღაც და ეს მთელი აქციები გარდა იმ მოთხოვნებისა, რასაც მშვიდობიანი მანიფესტატორები ვაყენებთ, ჩემთვის არის ყოველდღიური ბრძოლა საკუთარ შიშებთან. სადამდეც ჩემი ტვინი არის მისული, ეგეც დაშვებული მაქვს, რომ უნდა გაველახო, რომ გაზი უნდა გადავყლაპო, დაშვებული მაქვს ადმინისტრაციულად, რომ შეიძლება რომ დამიჭირონ. ამ რაღაცებს ესე ტვინში ხვდები, რომ ვაჯობე და აი რაც დამრჩა შიშები არის უკვე ესეთი ხელშესახები და რეალური კი არა, აი მაგალითად რო დაუნებდეთ ან რუსთაველზე რო გადიხარ და რო ხვდები რომ მარტო ხარ, გუშინ ვფიქრობდი მაგაზე რომ ის ვინ იქნება, ვინც აი რაღაცა პირობითად 218 დღეს გავა რუსთაველს და აღმოაჩენს რომ მარტოა და აღარავინ სხვა აღარ გამოვიდა და ხო არ ვიქნები ეგ მე. მხოლოდ მე კი არა და მხოლოდ ის ხალხი კი არა, ვინც დადის ან არ დადის, ჩვენი შვილების შეცვალა, იმიტომ რომ ჩემი შვილებისთვის ძალიან გასაგებია საღამო რომ მოდის რომ მე აქციაზე უნდა წავიდე და არ არის ეს ჯანმრთელი და მე ეს ყველაფერი რაც ჩემში ხდება, მე როგორღაც შვილებამდე არ უნდა მივიტანო და მათ რაღაცა ეს ბავშვობა არ უნდა გაუქრეთ. როგორ უნდა თქვა, დასაკარგი ყველას რაღაცა აქვს, მაგრამ ვინც დღეს რუსთაველზე დგავართ, იმათმა ესე ავწონეთ და გადავწყვიტეთ, რომ მატერიალურზე უფრო მეტად დასაკარგი გვაქვს ყველა ის ღირებულება, რომელიც არც ციფრებში, არც კილოგრამებში, მილიმეტრებში და ასე შემდეგ არ იზომება. ჩვენ ბევრად სხვა რაღაცისთვის ვიბრძვით. მუშაობდი ეგეთ წიგნზე, რომელსაც ერქვა სადამყვანა, რომელიც გადავდე და სადამყვანა სიუჟეტი იყო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იქ ერთი პატარა წკაპი ხდება, კგბ-ს არქივის დაწვას რო აპირებენ ცუდი ძალები, მთავარი გმირი იქ არის და კგბ-ს არქივს გადაარჩენს და შესაბამისად 91 წელს ილუსტრაციის კანონს ვიღებ და ვიცით ზუსტად ვინ იყო და აქედან ალტერნატიული საქართველოს ისტორია შემოდის. ეს მთავარი გმირი ფოლკლორისტი, ეთნოგრაფია და მუსიკას აგროვებს აქეთ-იქით. მინდოდა რომ მუსიკასთან ყოფილიყო ქვეთავები კავშირში. მერაბ სეფაშვილის 90-იანი წლების სიმღერა არის ესეთი თეთრი რაში, სადაც გვხვდება ეგეთი ფრაზა, რომ საქართველო უსასრულო ფიქრია
ჯვარზე გაკვრა იმავ წუთს და იმავ დღეს და ეს ქვეყანა თუ რამე არის მართლა უსასრულო ფიქრია, იმიტომ რომ ძალიან ბავშვობიდან ხვდები რომ რაღაც უზარმაზარი სევდა აქვს, უზარმაზარი კომპლექსი აქვს და შენც ამასთან ერთად სევდიანდები და კომპლექსები და იკეტები და რაღაც გამონათებები აქვს, როდესაც თავს გზნობ რომ მართლა სამყაროს ცენტრი ხარ და ხარ რაღაც მომენტებში სამყაროს ცენტრი, მაგრამ სხვა დროს აი ეს რაღაცა ჩაკეტილობა და რომ გვიჭერენ ყოველთვის დაგაქვს და ამაზე სულ უსასრულოდ ფიქრობ. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.